ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკული ფირმა დენსუსის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ტაქტიკური გეგმა სრულფასოვანი იყო. ამ დასკვნის ნაწილი დღეს ორგანიზაცია თავისუფალმა ზონამ გახადა საჯარო, რაც ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილისადმი წაყენებული ბრალის გამო გახდა აუცილებელი. დოკუმენტში საუბარია, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. სამართალდამცველებმა კი აქცია არასასიკვდილო და სპეციალური დანიშნულების საშუალებების მეშვეობით დაშალეს, რაც ამერიკული დასკვნის ავტორთა შეფასებით თითქმის მთლიანად ადეკვატური იყო მოსალოდნელი საფრთხისა. დასკვნა ეხება ოფიცერთა მცირე ჯგუფის მხრიდან ძალის გადაჭარბებულ გამოყენებასაც, თუმცა საბოლოო შეფასების მიხედვით 26 მაისის ღამეს ოფიცერთა უმეტესობა დისციპლინებურად მოქმედებდა. ოპერაციის დაწყების წინ პოლიცია მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა. ოპერაცია დაიწყო მით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა მომიტინგეების მიერ აღმართული პარლამენტის სამხრეთ მხარეს, რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. ამის შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან დაახლოებით 200-მა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. ოპერაციის ტექნიკური გეგმა იყო სრულფასოვანი და ის გაცნობილი ჰქონდათ დანაყოფების მეთაურებს. დენსუსის კვლევის ობიექტურობაში ეჩვეპარება 26 მაისის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, სახალხო კრების წევრს ირაკლი ბათიაშვილს. მისი თქმით, ამერიკელები თავის დასკვნებს მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე აყალიბებდნენ და არ მომხდარა მეორე მხარის პოზიციების გათვალისწინება. ბათიაშვილის თქმით, ამ ყველაფერს ამერიკული ფირმა ფულადი ანაზღაურების სანათხოდ აკეთებდა. ამ დასკვნის ახლა გამოქვეყნება და აფრიალება რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის ინიციატივით და ინსპირაციით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მორიგი შანტაჟის მცდელობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების. როდესაც მას სურს ამერიკული მხარე ჩაითრიოს და თანამონაწილე გახადოს ფაქტიურად თავისი დანაშაულებრივი ქმედების. ფირმა, რომელიც უწევდა კონსულტაციებს, ამზადებდა ესე იგი პოლიციას, სპეცდანიშნულებს, რაზმებს და გასამ როგორც ცხადი ამას რა თქმა უნდა, აბა ანაზღაურების გარეშე ამას ვინ გააკეთებს, ის თავისივე გაკეთებულ საქმეზე უარყოფით დასკვნას ვარ დადებდა. რა თქმა უნდა, ეს ორჯერული 4-ია. თავისუფალი ზონის მიერ დენსუსის დასკვნის გამოქვეყნების პარალელურად პრესკონფერენცია გამართა დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატმა. გიორგი ჩივიაშვილი მოითხოვს, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. ან უკიდურეს შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოს. არგუმენტად კი სწორედ დენსუსის დასკვნა მოყავს, რომლის მიხედვითაც ჩივიაშვილის თქმით, აქციის დაშლის ოპერაცია ტაქტიკური გეგმა სრულფასოვანი იყო. აღნიშნული დასკვნის მიხედვით აბსოლუტურად სწორად იყო დაგეგმილი დაშლის გეგმა, აბსოლუტურად სწორად იყო მინისტრის მიერ იგი დამტკიცებული და განხორციელებული. აქვე აღსანიშნავია დასკვნაში, რომ აღნიშნული დაშლის დროს იყო კონკრეტული გადაცდომები კონკრეტული პოლიციელების მიერ, მაგრამ ეს არ გამომდინარეობდა მინისტრის მიერ გაცემული ბრძანებებიდან. შესაბამისად, ეს მოცემულობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებას აქვს სულ მცირე ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომ შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა ბატონ მერაბიშვილის მიმართ და სხვა შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიება მაინც შეცვალოს. ამერიკული ფირმის დასკვნას დღეს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობაშიც გამოეხმაურნენ. კოალიცია ქართული ოცნების წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით ქართული მართლმსაჯულება მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არ უნდა მოხდეს რომელიმე უცხო ქვეყნის ჩარევით. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ამერიკელების დასკვნა ვანო მერაბიშვილისადმი ყველა ბრალდებას აქარწყლებს. ვფიქრობ, ეს დასკვნა, ამერიკელების დასკვნა აქარწყლებს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც წაყენებული აქვს ვანო მერაბიშვილს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლომ ეს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზი და როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მიმოხილვა იმ ამბებისა და სიღრმისეული შესწავლა უნდა გაითვალისწინოს.
ეს დოკუმენტი არ არის კიდევ ერთხელ მეორე პროპაგანდისტული დოკუმენტი, ეს დოკუმენტი არასოდეს არ გამოქვეყნებულა, ეს დოკუმენტი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეანალიზებინა თავის შეცდომები და სამომავლოდ ქონდა რეკომენდაციები, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთ და რა სად იყო დაშვებული შეცდომები. ჩემი დიდი პატივისცემის და მიუხედავად, მაინც ვიტყვი, რომ საქართველოში ქართული მართლმსაჯულება განსაზღვრავს ყველაფერს და არა რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო ადმინისტრაციისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიმე სხვა სტრუქტურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. დღის ბოლოს 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით ამერიკული კომპანია დენსუსის დასკვნას პროკურატურაც გამოეხმაურა. კვილაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დასკვნის სხვაგვარი ინტერპრეტაცია სამართლებრივი манипуляციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლად გამოვლენილი გამამართლებელი მტკიცებულება. საგულისხმოა, რომ კომპანია დენუსი დასკვნის შედგენისას უპირატესად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებული ცალკეულ შემთხვევებში ცრუ ინფორმაციებითა და მასალებით. ასე მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ, გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდის ოპერაციის შესწავლის შედეგად დათხოვნილი იქნა 4 პოლიციელი. ერთი ჩამოქვეითდა და 9 პირს გამოეცხადა საყვედური, თუმცა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ დანაყოფებში მუშაობდნენ აღნიშნული ოფიცრები, არა დარღვევებმა გადაცდომებმა განაპირობა მათი დისციპლინური დასჯა არ გაცხადებულა. გამოძიებით კი უტყუარად დადგენილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვალთმაქცური რეაგირება მოახდინა და ჩადენილ დანაშაულში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობის შენიღბვის მიზნით დისციპლინური წესით მოჩვენებითად დასაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი, რომელთაგან ნაწილი საერთოდ არ იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე. 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის პროკურატურამ ბრალი მიმდინარე წლის 28 მაისს დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.